მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა გაგახარებთ სულ მალე, მაქსიმუმ 20 დღის განმავლობაში, ბევრს არ გაწვალებთ, მაქსიმუმ 20 დღის განმავლობაში რა გაგახარებთ, ვნახოთ აბა. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ რა გაგახარებთ. ფორტუნას ბორბალი, თასების 7-იანი, თასების 6-იანი, თასების 10-იანი, არკანი კოშკი და არკანი ხმლების 9-იანი. რატომ მოიწყინეთ მეგობრებო? მოწყენილობა მოდის, ზევდა მოდის, რაღაც ისეთი ენერგიები თითქოს გადახლილი ხართ როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად, რაღაც ნეგატიური ფიქრები გაქვთ საკუთარ თავზე, საკუთარ გარეგნობაზე, საკუთარ პიროვნებაზე, რაღაც ისეთი სიტყვები მოდის, მე არაფერი არ გამომდის, მე ცუდი ვარ, მე ისეთი ვარ, მე მახინჯი ვარ, აი ასეთი ნეგატიური აზრები და ნეგატიური ფიქრები. მეგობრებო, იცით, მე თქვენი კომპლექსების ძალიან კარგად მესმის თქვენი შიშების, მაგრამ უნდა იცოდეთ ის, რომ თქვენი ეს შიშები, თქვენი ეს ნეგატიური ფიქრები საკუთარ თავზე არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი დიდი ილუზია. და გასაგებია, რომ საკუთარი თავი არ უნდა მოვატყუოთ არავითარ შემთხვევაში და თუ თქვენ თავს გრძნობთ ცუდად, ან პირობითად მახინჯად გრძნობთ თავს უბრალოდ იმის თქმით, რომ აი მე ლამაზი ვარ, მე ისეთი ვარ, ამით ვერ შეცვლით თქვენს რეალობას, ხო, ყოველ შემთხვევაში სწრაფად, მაგრამ უნდა ისწავლოთ საკუთარ თავში პლუსების დანახვა, კარგის დანახვა. იმიტომ რომ თქვენში ძალიან ბევრი კარგი არის, ძალიან კარგი ადამიანი ხართ ბევრ რაღაცაში. ზოგადად კარგი ადამიანი და ცუდი ადამიანი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ასე თუ ისე სუბიექტური არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი კარგი თვისებები. კარგიც და ცუდიც. ისევე როგორც ყველა ადამიანს. თქვენ ხართ თქვენ და ვინც რა არ უნდა გითხრათ, თქვენ თავადაც რაც არ უნდა იფიქროთ საკუთარ თავზე, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ავსებს სხვებს ძალიან პოზიტიური ენერგიებით, გვერდში დგომით, სიხარულით, სიყვარულით და რა გაგახარებთ, ხო? გაგახარებთ ის, რომ ამ ნეგატიური კრიზისული ენერგიებიდან გამოხვალთ ნელ-ნელა, თუმცა სანამ გამოხვალთ, მანამდე თქვენ აღმოაჩენთ საკუთარ თავში გარკვეულ შესაძლოა ტრაუმას, აი თითქოს მოდის წარსულში ქექიალი, ქვეცნობიერში ქექიალი და რაღაც ახალი აღმოჩენები საკუთარ ქვეცნობიერში, რომლებიც დაგეხმარებათ თვითანალიზში. და რა თქმა უნდა, ამ თვითანალიზის შემდეგ თქვენ შეძლებთ რომ განთავისუფლდეთ ამ ნეგატივისგან, გაიმარჯვებთ საკუთარ თავზე, გაიმარჯვებთ ნეგატიურ ემოციებზე, ასევე თქვენკენ მოდის ადამიანი გვერდში დგომით, სიყვარულით, თუმცა ეს სიყვარული არ არის აუცილებელი რომანტიული თვალსაზრისით იყოს, ვიღაცისთვის ეს მეგობარი იქნება, ან ოჯახის წევრი. ამიტომაც სადარდებელი არაფერი არ გექნება. დავამატოთ არკანები, რა გაგახარებთ 20 დღის განმავლობაში მაქსიმუმ. არკანი მზე, ისწავლით საკუთარი თავის ფასს, დაინახავთ საკუთარ თავში სრულიად ახალ ენერგიებს, დაინახავთ საკუთარ მშვენიერებას, იმას თუ რეალურად რამდენად ლამაზი ხართ, რამდენად კარგი ხართ, რამდენად განსხვავებული ხართ და რამდენად მშვენიერი არის ეს თქვენი განსხვავებულობა. სულ ეს არის მეგობრებო.